ბატონო სიმონ, პრინციპში ანუ მე ბევრი კითხვა არც მექნება, უბრალოდ თქვენგან გვინდა რომ მოვისმინოთ რა ხდება ახლა ადგილზე. ბოლო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ვიცოდით და რომელსაც აქტიურად საუბრობდით, ეს არის კვლავ პროტესტი. 128 დღეა თუ არ ვცდები უკვე რაც ამ პროტესტში ხართ, ასევე მოშიმშილე ადამიანები, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, თანაც ძალიან მძიმე, ასევე ვიცით რომ 4 დაკავებულიდან ასევე ბატონი მეერაბ სარალიძე შიმშილობს და ამ ეტაპზე არანაირი გამოხმაურება ხელისუფლების მხრიდან არ იყო, თუ არ არის. ახლა რა მდგომარეობა, შიმშილობა რო გრძელდება, ეს გასაგებია, თუმცა რა მდგომარეობაა და პირველ რიგში როგორ არიან ის ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ იყო დამაკმაყოფილებელი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, რაც შეეხება დღევანდელი დღის სიტუაციას, რაც ხდება ჩვენთან ჭიათურაში. 129 დღეა უკვე რაც უწყვეტ საპროტესტო რეჟიმში ვართ. რაც შეეხება მე-17 დღე არის უკვე რაც მე-18 დღე არის უკედან ნიკაცაძე და მირზალოლაძე მშრალ შიმშილზე იყვნენ, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში და მიიღეს სამედიცინო დახმარება. დღესდღეობით ნორმალურად არის მათი მდგომარეობა, ასევე იურისტები გვეუბნებიან, რომ უკანონოდ დაპატიმრებული მეერაბ სარალიძე, რომელიც შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა და დღესდღეობით ინფორმაცია არ გვაქვს, როგორ არის საპატიმროში, ახლა როგორ გრძნობს თავს. დანარჩენი რაც შეეხება ხელისუფლებისგან გამოხმაურება არანაირი არ ყოფილა, პირიქით უფრო მეტად რეპრესიებით, უფრო მეტი მარწუხებით დაიწყო კომპანიამ უკვე მუშაობა. გვიგრძალავს როგორც პოლიცია, ასევე სუსი ჩვენს თანამშრომლებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან, ჩვენს თანამშრომლებთან შეხვედრას საუბარს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობრები არიან, ის ჩვენი თანამშრომლები, ზოგის ნათესავია, ზოგის ოჯახის წევრია, მაგრამ მაინც გვეგრძალება მისვლა, საუბარი მათთან, ნახვა მათი და ესეთი რეპრესიებით, ესეთი მარწუხების მოჭერით უნდათ რომ გააგრძელონ მუშაობა და გადაგვითხარონ ქალაქს. თავდაპირველად როცა ეს პროტესტი დაიწყო და როცა ამაზე ვსაუბრობდით, როცა ბატონი მეერაბიც იყო მაგალითად ჩვენთან სტუმრად, მაშინ მოთხოვნები განსხვავებული იყო, ხო? პრინციპში ამ დღევანდელი მოთხოვნებისაგან, მაშინ ძირითადად სააკითხი და საქმე შეეხებოდა და პროტესტი შეეხებოდა იმას, რომ ეს მაღაროების თემა მოგვარებული იყო და დაალაგებული იყო ისე, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესი ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა შემდეგ რაიონის ინტერესიც. თუმცა დღეს როგორც ვისმენთ და როგორც ვიცით, ეს მოთხოვნები შეიცვალა, ანუ აბსოლუტურად სხვა სახე მიიღო გარდა იმისა, რაც გქონდათ, ხო? ახლა როგორი არის ის მოთხოვნები, რომელიც ასევე დაყენებული გაქვთ, რასაც ითხოვთ თქვენ? მოთხოვნები იგივე არის, უბრალოდ დაემატა და პირველ პლანზე გადმოინაცვლა უკანონოდ დაპატიმრებული ბიჭების განთავისუფლება. დანარჩენი მოთხოვნები იგივე გვაქვს. ეს 4 ადამიანი გამოვა და იგივე ბრძოლა გაგრძელდება კანონიერი გზით, უფრო მეტად იურიდიული გზით. მოგეხსენებათ პროფკავშირები დავარეგისტრირეთ, დამოუკიდებელი პროფკავშირები, აქედან გამომდინარე ყველანაირად შევეცდებით დასაქმებულის უფლებები დავიცვათ, მიდის დარეგისტრირება დასაქმებულების ჩვენ პროფკავშირებში, რადგან იყოს გქონდეთ ღირსეული სამუშაო გარემო გინაც მაღაროებზე, გინაც მიწისქვეშა მოპოვებით სამუშაოებზე და გინაც ღია კარიერული წესით მოპოვებით სამუშაოებზე, ასევე იყოს არავინ არ დაადგეს მათ რახით თავზე და არ აიძულოთ მუშაობა ისეთ პირობებში, სადაც არ ექნებათ ის სამუშაო ელემენტარული ჰაერი არ იქნება, განათება არ იქნება თუ საკვები პირობები არ ექნება და არ ექნებათ სამედიცინო პირობები, დაზღვევის პირობები. ამისათვის ჩვენ მზად ვართ, უკვე 700 კაცზე მეც აქვს ჩვენთან ხელი უკვე მოწერილი პროფკავშირებში და ვიწყებთ ნელ-ნელა ისევ მათი
ანუ დასაქმებულების უფლებების დაცვას, ოღონ უკვე იურიდიული ძალით და კანონით და ყველაფრით სამართლით აქნამდნენ თუ ველაპარაკებოდნენ რომ რადიკალები ვიყავით, არსად არ რეგისტრირდებოდით და არსად არ ვიყავით რეგისტრირებულები და ვიყავით უბრალოდ რაღაც დაჯგუფება, ეხლა გვაქვს უკვე ორგანიზაცია გვაქვს და შეგვიძლია უკვე საუბარი იურიდიულად და კანონიერად მართველთან სოციალისტთან. ასე რომ არავინ ფარხმალს არ ღრის, ის მოთხოვნები არსად არ წასულა, ისევ და ისევ გრძელდება იმ მოთხოვნების გაჟღერება, უბრალოდ ამათ დაემატა ის, რომ პირველ რიგში უნდა გაანთავისუფლონ ის ჩვენი უკანონოდ დაპატიმრებული 4 თანამებრძოლი. მინდა გკითხოთ, აი განაახლა კომპანიამ მუშაობა. ამ მიმართულებით ანუ რა შეიცვალა ამ მიმართულებით, როგორ განაახლა კომპანიამ მუშაობა, ამაზე რო გვესაუბროთ და რა თანამშრომლების რა ნაწილმა განაგრძო მუშაობა? დაახლოებით, ანუ კომპანიამ დაიწყო მოპოვებით სამუშაოები სრულად ოღონ უკანონო რეორგანიზაციას, ანუ რეორგანიზაციას მოაწერია ხელი და იმით დააწყებია ხალხს მუშაობა, რითაც უკვე ამ უკანონო რეორგანიზაციის შედეგად შეამცირა უკვე დაახლოებით 500 ადამიანი, სულ 2000 ადამიანს აქვს ხელი მოწერილი. 500 ადამიანი გამოძახებული არ ყავს, 500 ადამიანს სამსახურიდან გაუშვა და დაახლოებით 1000 ადამიანს ამუშავებს, სულ 3600 ადამიანიდან მეც არ ამუშავებს, სულ ამ მოპოვებით სამუშაოებზე და კიდევ აპირებს შემცირებას ამ ხალხისას სამსახურიდან განთავისუფლებას, არანაირი ალტერნატიულ სამსახურს არ თავაზობს, არანაირ კომპენსაციას არ თავაზობს, ყველანაირი კანონდარღვევით აპირებს, რომ ეს ხალხი შეამციროს რამენაირად არ უღირს მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები და გააჩეროს შემდეგ არჩევნების მერე და დაიწყოს ღია კარიერული წესით გადათხრა და კაბალურად მოიპოვოს მანგანუმი, რაც ჩვენ ქალაქს, ჩვენ სოფლებს და ყველა თითოეულ მოსახლეს დააზიანებს და მიიღებს ეკოლოგიურ ზიანს, ასევე დამტვერიანებას, დაავადებებს მივიღებთ ძალიან ბევრს ჯერ ისედაც არის ჭიათურაში და უფლებთ, რადგან ხალხი როდესაც აღარ იმუშავებს, ეკონომიკაც აღარაფერი აღარ იქნება ჭიათურაში, იმიტომ რომ ჭიათურაში ამ დასაქმებაზე არის მიბმული მთლიანი ეს ეკონომიკური ჭრილი, რაც არის მაღაზიებია თუ რაც არის სხვა. იცით რა მინდა გკითხოთ? თქვენი პროტესტი გასაგებია ძალიან დიდი ხანია უკვე აპროტესტებთ თქვენ იმ უბედურებას და იმ უმოწყალო მიდგომას როგორც სახელმწიფოს ასევე კომპანიის მხრიდან რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჭიათურაში, მაგრამ აი ნახეთ წელს არის ასევე საარჩევნო წელი, ხო? ისე როგორც 2024-ში იყო, ახლაც არის საარჩევნო წელი და მით უმეტეს აი თვითმმართველობის არჩევნებზე განსაკუთრებით ცდილობს ხოლმე ხელისუფლება, მით უმეტეს ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ 64-ვე რაიონს მოიგებს, განსაკუთრებით ცდილობს ხოლმე, რომ რაღაც ისეთი ნაბიჯები გადადგას, რითიც მოიგებს განაწყენებული მოქალაქეების გულს და ჭიათურა არის ადგილი, სადაც განაწყენებული კი არა, გაბრაზებული და უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა არის მანდ და აქედან გამომდინარე ალბათ ჩნდება კითხვა რამე ფორმით ხომ არ ცდილობს ხელისუფლება მოქმედებაზე გადასვლას ან თუნდაც რამე ფორმით ხომ არ ცდილობს რომ წინა საარჩევნო უკვე კამპანიის ფარგლებში თქვენს მიმართ მეტად ლოიალური დამოკიდებულება გამოიჩინოს. არანაირად არ ცდილობს ხელისუფლება ჩვენთან რამე კომუნიკაციაზე გამოვიდეს, რამეთ ან ლოიალობა გამოიჩინოს, ან არანაირად არ ცდილობს დღესაც და აქნამდენაც ესე იყოს, ყოველთვის როდესაც კომპანიაში დასაქმებული ვიყავით ჩვენ და საჯარო სექტორში ვინც იყო დასაქმებული ჭიათურაში, ყოველთვის იყო რომ მოუწოდებდნენ ყველას, რომ ანუ გაეკეთებიათ ხელისუფლების სასარგებლოდ არჩევანი და იგივე მოხდება, მე მგონი ისევ უფრო მეტი რეპრესიებით დაიწყებენ იმას, რომ
სახელმწიფო რგოლს მიცენ ხმა. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენ ვერავის ვერ მოუწოდებთ, ყველა ადამიანი არის საკუთარი არჩევანი გააჩნია, ვერავის ვერ მოუწოდებთ ვინმეს ან ხმა მიცეს, ან მხარი დაუჭიროს, ან არ დაუჭიროს მხარი, ეგ მათი გადასაწყვეტია, ვერავის არჩევანში ვერ ჩავერევით, ჩვენ დანარჩენი ჩვენსაც გავაკეთებთ, ანუ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ და როგორც მოვიქცევით, ეგ ჩვენ ვიცით და დანარჩენი ხალხის გადასაწყვეტია. ასევე მინდა გკითხოთ სამომავლო გეგმების შესახებაც, როგორი არის თქვენი გეგმები, გასაგებია რომ თქვენ რჩებით პროტესტში, მოშიმშილი ადამიანები არიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მოსაფრთხილებელი და საყურადღებოა. აი რა არის თქვენი სამომავლო გეგმა და დაგემშვიდობებით? სამომავლო გეგმა რაც არის ჩვენი დღესდღეობით 7 ადამიანი ვშიმშილობთ, სულ ერთი ციხეზე 6 აქ გარეთ, რაც შეეხება დანარჩენს, ხვალიდან არის ესეთი თქმა, რომ კიდევ გვემატება 3 ადამიანი მოშიმშილე და შეიძლება კიდევ გაიზარდოს რიცხვი ამ მოშიმშილეთა რაოდენობის და მგონი უნდა დაფიქრდეს ხელისუფლებაც და კომპანიაც, რომ ამდენი ხალხის შიმშილობა და ამდენი ხალხის შეწირვა თავისი კაბალური რაღაც მოპოვებით სამუშაოებისთვის არ უნდა უღირდეთ და მე მგონი უნდა დაფიქრდნენ რაღაცაზე და უნდა გამოუშვან ის ხალხიც და უნდა შეცვალონ ის სტრატეგია, რა სტრატეგიაც აქვთ მათ არჩეული, რომ გაანადგურონ ქალაქს. არანაირად არ მიგონ ან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მეგობრები ციხეში დატოვონ. ამიტომ ყველანაირად შევეცდებით ამ ყველაფერს, ამ პროცესს, რაც კი შეიძლება ადამიანური რესურსით კანონიერების ფარგლებში ყველანაირად ხელს შევუშლით და შევეწირებით ამ ამბავს და არ დაუთმობთ არავითარ შემთხვევაში სოწყის ჩვენს ქალაქს და ჩვენ თანამებრძოლებს. მადლობას გიხდით ბატონო სიმონ იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი და დაგვითმეთ დრო და ასევე როგორც ერთი ადამიანი გიხდით ბოდიშს იმის გამო რომ თქვენ მანდ ხართ ამ გაჭირვებაში და ჩვენ ყველა მისეთი მხარდაჭერა ვერ გამოვხატეთ როგორიც თქვენ პროტესტ ჭირდებოდა და როგორი გვერდით დგომაც თქვენ ეხლაც გჭირდებათ და სამომავლოდაც დაგჭირდებათ მიიღეთ ჩემი მადლობაც და ბოდიშიც როგორც ერთი რიგითი ადამიანის და იმედია რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაფიქრდება იმაზე როგორ უნდა მოგიდგეთ თქვენ. პირიქით მადლობა თქვენ, დიდი მადლობა რომ აშუქებთ ჩვენს პროტესტსაც, ჭიათურის სიტუაციასაც და გულთან მიგაქვთ ეს ჩვენი პრობლემა. მადლობა თქვენ. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ბატონო სიმონ დაგემშვიდობებით. მე მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენ საუბრობდით სიმონ მიქაცაძესთან, რომელიც ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელთაგან ერთ-ერთია.